წმინდა წერილი ამბობს, რომ როგორც ქსურს, რომ შენ მოგექცნენ ადამიანები, შენც ასევე მოეკეცი მათ. დიდება უფალს. სულ ერთი რამე გვახსოვდეს, რომ ყველგან სადაც წავალთ, შენს მიმართ ნუ კი იყავი სხვების მიმართ ნუ კი იქნები, შენსკენ მომთხოვნი, მოსთხოვე შენს თავს, რომ სხვებისკენ იყო მაკურთხებელი. დიდება უფალს. ჩვენი მაცხოვარი, ჩვენი უფალი სწორედ ამას ამბობდა, რომ მე მოვედი არა იმიტომ, რომ მე მსახურონ, მე მოვედი იმიტომ, რომ ვემსახურო. დიდება უფალს. ასე რომ მე მადლობას ვუხდი ღმერთს. ასეთი დღეები ჩვენ ცხოვრებაში კარგი არის, რომ ხდება ბევრი რაღაცის ლუსტრაცია, ბევრი რაღაცის გამომჟღავნება, ბევრი რაღაცის ხელის გულზე მოტანა. ღმერთი ამბობს ამას. წმინდა მოციქული პავლე სწორედ ამას ამბობს. ის ამბობს, რომ საძირკველი დადებულია. ეს არის 1 კორინთელების 3 თავი, 9 მუხლიდან. ის ლაპარაკობს, რომ მე როგორც ბრძენმა ხუროთ მოძღვარმა საძირკველი დავდე, რომელიც არის ქრისტე უფალი. არავის ძალუთ სხვა საძირკვლის დადება, ეს საძირკველი უკვე დადებულია. ეს იესო ქრისტეა. იცი, დიდი ფასი იქნა გადახდილი იმისთვის, რომ ჩვენ გაგვხსნოდა სათასამეფო. დიდი ფასი იქნა ამისთვის გადახდილი. ამას შენ ვერ დაიმსახურებდი. ამას მე ვერ დავიმსახურებდი. ამას ვერც ერთი ადამიანი ვერ დაიმსახურებდა. იცი, პასტორ ალექსეი ლიძეევთან ჩვენ გქონდა საუბრები ამაზე და ვსაუბრობდით და როგორ მესია მოვნა და როგორ გამიხარდა, იცი, რომ ზუსტად იგივე რაღაცაზე ღმერთი გვიმახვილებს ჩვენ ყურადღებას. დღეს უამრავი ქრისტიანი ლაპარაკობს, მადლი, ღმერთის მადლი ჩვენ საფუძველი მივიღეთ. მადლით საძირკველი მივიღეთ. ამას შენ ვერ დაიმსახურებდი. შეუძლებელი იყო საძირკველი დაგედო. შეუძლებელი იყო, შენ ამას ვერანაირად ვერ შეძლებდით და რა კი ღმერთი ხედავდა, რომ ჩვენ ამის მიღება და ამის გაკეთება არ შეგვეძლო ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ ვერ გავიმართლებდით ჩვენს თავს ღმერთის წინაშე. ჩვენ ჯვარდასმული თაობა ვიყავით. ჩვენ განწირული თაობა ვიყავით. და მადლი ღმერთისა სწორედ ის იყო, რომ მადლით ავართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით ჩვენს უფალი იესო ქრისტეში. ამენ. და ეს საძირკველია. ეს საფუძველია. არავის ძალუთ სხვა საფუძვლის დადება, არ არსებობს სხვა საფუძველი, არ არსებობს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რომელიც დადებულია და ეს არის ქრისტე იესო. და ამას ამბობს წმინდა მოციქული პავლე. მაგრამ მე აგრძელებს. ეხლა თითეული აშენებსო ამ საძირკველზე. მადლით კი არ აშენებს, შრომით. ან აშენებს, ან ზოგი არაფერსაც არ აშენებს. ზოგი ზუსტად მადლზე გაჩერდა და დამთავრდა. იცი, შენ შეიძლება გქონდეს მიწის ნაკვეთი და არაფერიც არ ააშენო. არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება გქონდეთ მიწის ნაკვეთი, მაგრამ არაფერი არ გააკეთონ იქ. შეიძლება პოტენცია ძალიან დიდი იყოს. შეიძლება პოტენციურად იმ მიწის ნაკვეთიდან კარგი და ბევრი ნაყოფის მიღება იყოს შესაძლებელი, მაგრამ თუ არ იშრომებ, არც არაფერს არ მეიღებ. გასაგებია? სწორედ ამას ამბობს პავლე მოციქული, მე კი დავდე საფუძველი, კი არის საძირკველი და ეს მადლით არის დადებული. ეს შენ არ გიყიდია, ეს შენ არ გიშრომია ამისთვის. ეს საძირკველი დადებულია, იმიტომ რომ ეფესელების 2 თავის 2 მუხლები ამბობს, რომ მადლით ავართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით და ეს არ არის ჩვენგან. ამენ. დიდება უფალს. მაგრამ თუ წავიკითხავთ 1 კორინთელების 3 თავის 1 მუხლიდან ქვევით, მე ამბობს პავლე მოციქული, სხვები აშენებენ ამ საძირკველზე. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, სხვები აშენებენ, ან არ აშენებენ. მაგრამ თუ ყურადღებით დაუკვირდებით, მე ამბობს წმინდა მოციქული, თითეულმა უყუროს როგორ აშენებსო. დააკვირდეს როგორ აშენებს. იმიტომ რომ იქ 6 სახის აშენი მასალაა ჩამოთვლილი. ზოგი აშენებს ხეს, ზოგი ნამჯას, ზოგი თივას, ზოგი ოქროს, ზოგი ვერცხლს, ზოგი პატიოსანქვას. იცი, აქ ამ 6 საშენ მასალაში ალეგორიულად გადმოცემულია ჩვენი დამოკიდებულება შენების მიმართ. და ალეგორიულად აქ ბუკვალურად საშენ მასალაზე კი არ არის ლაპარაკი. ბევრ რაღაცას აქვს ყურადღება მისაქცევი, კერძოდ თუ აშენებ, როგორ აშენებ.
რა ხედვით აშენებ, რა დამოკიდებულებით აშენებ, რა მოტივით აშენებ. რისთვის არის ეს ყველაფერი? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ თვითონ წმინდა მოციქული ამბობს, იმიტომ რომ თითეულის ნაშენებიო გამოიცდება. ცეცხლი გამოცდის მასო. იმიტომ რომ ცეცხლით გამოცდის უფალი და ვისი საქმეც, ესე იგი ნაშენების საქმე ყოფილა. იმიტომ რომ პავლე ამბობს ამას თვითონ. ვისი საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. ვისი საქმეც დაიწვება, თვითონ კი გადარჩება, აქ დაღუპვაზე არ არის ლაპარაკი. დაღუპვას საფუძველი განსაზღვრავს. იცი ჩვენ საფუძველი თუ მიიღე მადლით, ეს გადარჩენაა. ქრისტე თუ მიიღე, ეს გადარჩენაა, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. წმინდა მოციქული ამბობს მერე, თითეულმა უყუროს როგორ აშენებს ამ საძირკველზე, იმიტომ რომ რაც შემდგომში უნდა იყოს, ეს ყველაფერი მადლით აღარ არის. აქ ეს მადლით არის, ოღონდ მადლით სწორად გამოყენებით. მადლისთვის შრომით. როგორც წმინდა მოციქული პავლე პირველი კორინთელების მე-15 თავის მე-10 მუხლიდან ამბობს, მადლითა ვარ, რაც ვარო. მაგრამ ღმერთის მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეც ვშრომობდი, მე კი არა, ღმერთის მადლი ჩემში, დიდება ღმერთს. გასაგებია? ანუ მადლი ეს ისეთი რაღაცაა, რომელიც უნდა გამოიყენო, რომელიც უნდა დახარჯო, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციო, იმ მადლმა სიკეთეები უნდა გაგიმრავლოს, იმ მადლმა მადლი უნდა გაგიმრავლოს. გასაგებია? მადლი თესლივით არის, თესლს რომ მიწაში ჩააგდებ, სინამდვილეში დაკარგე, მიწაში ჩააგდე, ხო არ შეგიჭამია? მიწაში ჩააგდე, მაგრამ ის აღმოცენდება და კიდევ უფრო მეტად გაგიმრავლებს ნაყოფებს. გასაგებია? მადლი სწორედ ასეა. მადლი თით დაუდებელი კი არ უნდა შეინახო. მადლი უნდა გამოიყენო. მადლი როგორც ტალანტებზე ამბობს, ჩვენი მაცხოვარი, ჩვენი უფალი, რომ ერთი კაცი რომელიც წავიდა სხვა ქვეყანაში, რათა სამეფო მიეღო, თავისი ქონება დაუტოვა მონებს. ერთს 5 ერთს 2 ერთს 1, ყველას თავის შესაძლებლობის და მიხედვით. წავიდა და დაუტოვა ქონება, რათა რომ დაბრუნდებოდა, მიეღო ისევ თავის ქონება უკან. 5-ის მქონე წავიდა და ეს ქონება საქმეში დაატრიალა. იცი, როცა რაღაცას ბიზნესში შედიხარ, 100%-იანი გარანტიის ბიზნესი არ არსებობს. ყველა ბიზნესში არის შესაძლებლობა იმის, რომ მარცხი განიცადო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა განსაზღვრავს შენი ბიზნესის წარმატებას. ვალუტის კურსი, მსოფლიო ეკონომიკის დონე, ბუნებრივი კატაკლიზმები, თუ 1000-ნაირი რაღაც. იცით, ძალიან ბევრი ადამიანი იყიდეს ბაღები, გააშენეს, მოუარეს, ემზადებოდნენ, მაგრამ ერთი დღის ყინვამ, რაც იყო თებერვლის თვეში, მარტის თვეში, მთელი მოსავალი გაანადგურა. და იცით, ადამიანს როცა ქონდა მოლოდინი, რომ აი, მოვიმკი ამდენს, დავკრიფავ ამდენს, ჩავაბარებ აქ, გავყიდი აქ, დამთავრდა ყველაფერი. იცი, არ არსებობს 100%-იანი გარანტია ბიზნესში, საქმეში, როცა რაღაცას აკეთებ. და როცა ეს ადამიანი იღებდა ამ ტალანტებს და საქმეში დებდა 100%-იანი გარანტია იმის, რომ მოიგებდა, არც იქ არ იყო. ის რისკავდა. ვინც არ რისკავს, შამპანურს არ სვავსო. ეს კაცი რისკავდა, მართლა რისკავდა, მაგრამ რისკავდა სიყვარულით, რისკავდა იმით, რომ სიკეთეები მიეტანა თავის ბატონთან. იმიტომ რომ მას თავის ბატონი უყვარდა. გასაგებია? და წავიდა, დაატრიალა და მოიგო. 5 ქონდა და კიდე 5 მოიგო. ფაქტიურად მას ერთ-ერთზე მოიგო. 100%-იანი შედეგი ქონდა. ხო შეეძლო ის მოგებული 5 თავისთვის დაეტოვებინა. პროცენტზე არ იყვნენ მორიგებულები. აი ზუსტად აქ ჩანს მისი გული და მისი დამოკიდებულება. რომ იმას იმიტომ კი არ უშრომია, რომ თვითონ რაღაცეები ენახა. იშრომა და მივიდა ბატონთან და 10 მიუტანა. და უთხრა, შენმა 5-მა კიდევ 5 მოიგო. პასუხი რა იყო ბატონისგან? კარგი, კეთილო, ერთგულო მონაო.
ეს სიტყვები არის ჩემი ოცნება. იცი მე უსურვებ ყველას რომ უფლისგან ეს მოისმინო. კარგი, კეთილო, ერთგულო, მონაო. მცირედში იყავი ერთგული, ბევრზე დაგაყენებ. ორის მქონე ზუსტად ესე მოიქცა. მას ორი ქონდა. იმიტომ რომ მას არ ქონდა მეტი შესაძლებლობა, ღმერთმა ყველა შესაძლებლობა იცის. მან ორი ტალანტი მიიღო. წავიდა და მანაც ასევე ბრუნვაში გაუშვა ეს ორი ტალანტი და კიდე ორი მოიგო და მიუტანა ბატონს და უთხრა: შენმა ორმა ასევე მასაც 100%-იანი შედეგი ჰქონდა. და მასაც იგივე ეთქვა: კარგი, ერთგულო, კეთილო, მონაო. მცირედში იყავი ერთგული, ბევრზე დაგაყენებ. მაგრამ ერთის მქონე, მან თქვა: მე ვიცი რომ კაცრი კაცი ხარ, მე ვიცი რომ პასუხს მომთხოვდი. რო დამეკარგა მე რაღა მეშველებოდა. ამიტომ არ გავრისკე, კარგად დავმალე, შევინახე, შენი შენვე გქონდეს. კარგად იყავე. და პასუხი გასაოცარია, ხშირად ეს ჩვენ საზრაუნებაში არ ეტევა. რას ემართლები ამ კაცს? ხო არ დაუკარგია, შეგინახა. რა გინდა მისგან? მაგრამ მას უთხრა: ბოროტო მონაო, შენ თავზე უფრო იზრუნე. შენ თავს უფრო გაუფრთხილდი. ამიტომ წაართვითო მაგას ეგ ერთი ტალანტი და მიეცით 10-ის მქონეს. იმიტომ რომ ვისაც აქვს მიეცემა და დაუხვავდება, ვისაც არ აქვს რის წაერთმევარაც აქვს. რის ქონაზე და რის დახვევებაზე ლაპარაკობს უფალი. ეს ურთიერთობებში ჩანს, ჩემო მეგობრებო. გასაგებია? ამიტომ წმინდა მოციქული პავლე სწორედ ამას ამბობს: თითეულმა უყუროს როგორ აშენებსო. იმიტომ რომ ვინც აშენებს და უყურადღებოთ აშენებს, ინერციით აშენებს, ინერციით ცხოვრობს. იცი ჩემთვის რამდენადაც საპასუხისმგებლო ადგილზე მოგვათავსა უფალმა, ბევრი რაღაცა ცხადი ხდება, ბევრი რაღაცას აკვირდები, ბევრი რაღაცას ხედავ და ამჩნევ. და იცი ჩემთვის გაუგებარი იყო, იცი ბევრმა ადამიანმა უბრალოდ ჩათვალა, რომ არ არის მნიშვნელოვანი ჩემი ამ მსახურებებში მონაწილეობა. მე არ მინდა. იცი მე დაბადების დღეზე რო მეპატიჟებიან და არ მცალია, ვცდილობ მოვიცალო. იმის გულისთვის, რომ ერთ მოკვდავ ადამიანს ვასიამოვნო. ერთ მოკვდავ ადამიანს ვასიამოვნო. დასაფლავებაში როცა გვეპატიჟებიან, იცი ჩვენ ხშირად ძალიან დიდ ფასს ვიხდით ხოლმე იმისთვის, რომ ჩვენს ახლობელ ადამიანებს მხარი დაუჭიროთ გაჭირვების ჟამს და გვერდში დაუდგეთ. და არ ვაგრძნობინოთ მათ, რომ ჩვენთვის სულ ერთი არ არის. გასაგებია? იცი ჩვენს ქვეყანაში არის ტრადიცია, რომ ვიცით შესაწევარს ეძახიან ხოლმე, შესაწირავს ეძახ შესაწევარს. და შეიძლება სულაც არ გქონდეს ფული და არ გქონდეს შესაძლებლობა და ვსესხულობთ იმის გულისთვის, რომ ვერ წახვალ ისე და არც განიხილავ, რომ არ წახვიდე საერთოდ. და ხშირად ფასის გადახდა გვიწევს. და მოკვდავი ადამიანებისთვის შეგვიძლია ხშირად გადავეხადოთ ფასი. და ჩვენი სულისთვის ხშირად მიგვაჩნია და მივიჩნევთ სამწუხაროდ. მე არ ვთვლი საჭიროდ რომ იქ ვიყო. მეგობრებო, წმინდა მოციქული ამბობს, მე მინდა დღეს არ მინდა რაღაც აბსტრაქტულ თემებს შევეხოთ. მოდი ძალიან ისეთ საკითხებს შევეხოთ, რაც შეიძლება ხვალინდელი დღისთვის სიკეთის მომტანი იყოს ჩვენთვის. ამიტომ ამბობს წმინდა მოციქული, რომ თითეულმა უყუროს როგორ აშენებსო. ეს შენება იცი რა არის? ჩემი დღევანდელი დღე არის. მე დღეს რო რაღაცას ვაკეთებ, მე ვაშენებ. შენც აშენებ. თუ არ ისწავლი, თუ არ იშრომებ, თუ არ დაუკვირდები, თუ ფასს არ გადაიხდი, არაფერიც არ გამოგივა. და რო არ გამოგივა, წმინდა მოციქული ამბობს, ვისი საქმეც დაიწვებაო, თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისაგან. ანუ გაქრება ყველაფერი. არაფერი არ დარჩა იქიდან. იცი, ბევრი შრომობს, მაგრამ სწორედ ამიტომ ამბობს წმინდა მოციქული, თითეულმა უყუროს როგორ აშენებს. უყუროს როგორ აშენებს. გადაამოწმოს თავისი ნაშენები, გადაამოწმოს საშენი მასალა, როგორი არის ის საშენი მასალა. გაუძლებს კი ის, გაუძლებს კი გამოცდას, გაუძლებს კი ცეცხლს.
სულ ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე ჩემს ცხოვრებაში, მეთქი ეს ცეცხლი რა არის, რომელი ცეცხლით უნდა გამოიცადოს, რა ცეცხლი არის ეს, რა არის ესეთი ცეცხლი, რამდენიმე სახის ცეცხლი არსებობს. და იცოდეთ, რომ ამით თითეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში დადგება ეს ჩვენი ნაკეთების საქმეები, ჩვენი დამოკიდებულებები, ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი მიდგომების საკითხებთან აუცილებლად გამოცდილი იქნება. ნუ გგონია, იცი, მე-13 ფსალმუნი არის, თუ არ ვცდები, ასეთი რაღაც წერია, თქვა არ ამზადამ თავის გულში, არ არსებობს ღმერთი. იცი, არ ამზადა რას ნიშნავს ეს სიტყვა? შეურაცხყოფელია ხო ეს სიტყვა? არა ეს ძალიან უბრალო სიტყვა, არ ამზადა, არაფერი არ გაამზადა. ეს არის არ ამზადა. და იცი რატო არ გაამზადა? არ არსებობს ღმერთი, რატო გავამზადაო თქვა? თქვა არ ამზადა თავის გულში, არ არსებობს ღმერთი, პასუხი არაფერზე არ მომეთხოვება. და გაირყვნენო ამის გამო, გაირყვნენ. მერე წერია, შემდეგი მუხლი, უფალი ზეციდან გადმოხურებს ადამიანთა შვილებს და აკვირდებაო თითეულს. თუ არის ვინმე გულისხმიერი, რომელიც მთელი გულით ეძებს ღმერთს, რომ ხარი დაუჭიროს მასო. დიდება უფალს. ამიტომ ხშირად ადამიანები ფიქრობენ, მოიცა კაცო ერთი და ცხოვრობ ისე როგორც მეცხოვრება, ვაკეთებ ისე როგორც გამომდის, რაც იქნება ის იქნება. ეს ცხოვრება, ასეთი სტილით ცხოვრება დამღუპველია. წმინდა მოციქული ამბობს, არსებობს საფუძველი, ეს არის უფალი იესო ქრისტე და თითეულმა უყუროს როგორ აშენებს მასზე. თითეულმა უყუროს როგორ აშენებს მასზე. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი საშენი მასალა არის გამოყენებული იქ. და რა პრინციპით, რა ყურადღებით, რა ცოდნით, რა ერთგულებით, რა მიძღვნით არის ის ნაკეთები და ცეცხლი, რომელიც მე ვთქვი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამაზე და მრავალი რაღაცა მოვიყვანოთ მაგალითად, მაგრამ ძირითადად სამი სახის ცეცხლი არის. პირველი, ეს არის ძალაუფლება. რომელი ძალაუფლებით აკეთებ? თუ გახსოვთ ერთხელ იესო ქრისტესთან მივიდნენ და უთხრეს, რომელი ძალაუფლებით დევნი ეშმაკებსო? იესომ რა უთხრა? ებრაული ცხოვრების წესი ესეთია, კითხვაზე კითხვით უპასუხა. თქვენ მიპასუხეთო, რომელი ძალაუფლებით დევნიდაო იოანე ნათლისმცემელი და ნათლავდა ხალხს. ჩიხში აღმოჩნდნენ. თუ ვეტყვით მას, რომ ღმერთისგანო, გვეტყვისო, რატო არ ირწმუნეთო? თუ ვიტყვით, რომ ეშმაკისგან ხალხი ჩაქოლავსო, ის ამიტომ რომ იცოდნენ, რომ უამრავ ადამიანს სწამდა იოანესი. ამიტომ მივიდნენ და გამოსავალი ნახეს. მივიდნენ და უთხრეს, არ ვიცითო. მაშინ არც მე გეტყვით, უთხრა. მაშინ არც მე გეტყვით. რაღაც ესე იქცევით, მაშინ არც მე გეტყვით. ძალაუფლება. იცი, ჩვენ ელემენტარულად ეხლა გავდივართ ჯგუფ 12-ში და სხვათა შორის იცოდეთ და ყურადღებით იყავით ძალაუფლებისა და მორჩილების თემა, მინდა რომ ისე კი არ გავიაროთ მუხლობრივად. საფუძვლიანად გავისიგრძეგანოთ ეს რას ნიშნავს. ჩვენ ბიბლიის ისასკოლებში ვასწავლით და ვამბობთ, თუ ძალაუფლება არ გამომდინარეობს პასუხისმგებლობიდან, ასეთი ძალაუფლება ამას ქვია მანიპულაცია და ჯადოქრობის ტოლფასია და ცოდვა არის ეს. გახსოვთ რა უთხრა სამუელმა საულს, როცა სამუელი მსხვერპლებს ამრავლებდა, ესა საული მსხვერპლებს ამრავლებდა და ეგონა რომ ამით მოახდენდა თავისი თვითნებობის კომპენსირებას. რა არის რომ ცხრისა და ძროხის ბღავილი მესმის? საული ეუბნება, კარგი რა სამუელ, რა წვრილმანებზე ამახვილებ ყურადღებას, თავარი ხო შედეგია, ხო გავაკეთე, ხო ავაშენე. ააშენე, მაგრამ როგორ ააშენე? ააშენე, მაგრამ რით ააშენე? თავზე დაგემხობა ეგ შენი ნაშენები, იცი რატომ? განა ისე ამება უფალს მსხვერპლი, როგორც მოსმენა უფლის სიტყვის. მსხვერპლზე დიდია მოსმენა და მორჩილება ცხრის ლურთებზე, რადგან ერთი ცოდვაა და უმორჩილებლობა და ჯადოქრობა, თვითნებობა და კერპთაყვანისმცემლობა. გასაგებია? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძალაუფლებას. მე იცი, მე ვაკეთებ, მე იმდენი მიკეთებ, მე სამწუხაროდ ჩემს ცხოვრებაში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც საქმეს აკეთებდნენ. მაგრამ იცი როგორ დამთავრდა ცხოვრება? როგორ დამთავრდა, შედეგი რა იყო ბოლოს?
ღმერთს არ უნდა რომ ჩვენი ნაკეთების საქმიდან არაფერი კი არ დარჩეს, ღმერთს უნდა რომ ჩვენი ნაყოფი დარჩეს. ზუსტად ეს თქვა ჩვენმა უფალმა იოანეს სახარების მე-15 თავის მე-16 მუხში, რომ თქვენ არ აგირჩევი ვართ, მე აგირჩიეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოს და რა? თქვენი ნაყოფი დარჩეს. ის ნაყოფი უნდა იყოს, იმან დიდხანს უნდა გაძლოს და მრავალთა დასამოწმებლად უნდა არსებობდეს, ასე რომ პირველი ცეცხლი, რითაც ჩვენი ნაშენები გამოიცდება, ეს არის ძალაუფლება, დიდება უფალს. რომელი ძალაუფლებით? მეორე, მოტივი რა არის? რა მოტივით კეთდება ეს საქმე? რა არის მოტივაცია? მე შეიძლება, იცით, რამაც თუნა ანანია და საფირა. ისინი ცნობილი ხალხი იყვნენ. ისინი არ იყვნენ ერთი რიგითები ვიღაცეები. არა, ისინი ცნობილი ხალხი იყვნენ, რატო? მსახურობდნენ და იმიტომ. კარგად აკეთებდნენ საქმეებს და იმიტომ, მაგრამ მათი შედეგი რაც დადგა, მიუთითებს მოტივებზე, რა მოტივითაც იყო მათი საქმე ნაკეთები. და იცი რა გახდა შებრკოლების ლოდი მათთვის? იცით რა გახდა შებრკოლების ლოდი? თუ გამოიკვლევ წმინდა წერილს, ადვილად დადებ დასკვნებს. მათთვის შებრკოლების ლოდი გახდა ბარნაბას სიკეთე. ბარნაბამ ადგა გაყიდა მიწის ნაკვეთი და მთელი თანხა მოიტანა დადო მოციქულთა ფეხებთან. და ანანიას და საფირასთვის შებრკოლების ლოდი ბარნაბას მიერ გაკეთებული სიკეთე გახდა. რატო? ბარნაბა გახდა ცნობილი. ბარნაბაზე დაიწყო ბევრმა ლაპარაკი. და ანანია და საფირა მიხვდნენ, რომ თუ არაფერს მოიმოქმედებდნენ, გავლენას კარგავდნენ. ამიტომ გადაწყვიტეს, გაეკეთებიათ რაღაც, რომ გადაეფარათ ბარნაბას ნაკეთების საქმე. და თუ ვერ გადაფარავდნენ, მინიმუმ იმდენი მაინც გაეკეთებიათ. გაყიდეს სახლი, მათ არ შეეძლოთ მთელი თანხის მოტანა. იმიტომ რომ ბევრი ვალდებულებები ჰქონდათ ცხოვრებაში. ამიტომ გადაწყვიტეს, ხო, მაინც ვერავინ ვერ გაიგებს, მოდი ერთმანეთში მოვილაპარაკოთ და უწყინარი რაღაც თქვეს. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვიტყვით, რომ ეს ნაწილი დაგჭირდა და ნაწილი მოვიტანეთ, მაგრამ ნუ ეს არ იქნება ღირებული, ეს არ იქნება ჟღერადი. გასაგებია? რატომ? ყველა ლაპარაკობს ქვრივის ორ ლეპტაზე. რატო ლაპარაკობს ყველა ქვრივის ორ ლეპტაზე? ძალიან ბევრია 2 ლეპტა? თუ ღმერთი ნუმიზმატია ხურდას აგროვებს. არა, ის 2 ლეპტა ძალიან ბევრი იყო. იცი რატო იყო ბევრი? ღმერთი შესაწირავს სხვა მხრიდან ზომავს. ღმერთი შესაწირავს ზომავს სხვა მხრიდან, პირველად დროს მოვისმინე, ჩემთვის გამოცხადება იყო. იმიტომ რომ რაოდენობრივად 2 ლეპტა არ არის ბევრი, ეს ძალიან ცოტაა. გასაგებია? ეს ძალიან ცოტაა. აბა რატო არის ბევრი? ადამიანებს გონიათ ღმერთს ხურდას სიამოვნებს. ნუმიზმატია ღმერთი ხურდას აგროვებს. არა, ეს ასე არ არის. აბა რატო თქვა ქრისტე მან ყველაზე მეტი შეწირა? იცით რატომ? თუ გაქვს 100,000 ლარი და დადე 10 ლარი, 100,000-დან 10 ლარი რამდენია? ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა 1%-იც არ არის. წარმოგიდგენიათ? ანუ ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ თუ გაქვს 10 ლარი და დადე 10, შენ დაგიდია 100%. აი აქედან ზომავს ღმერთი შესაწირავს. ამ ქალმა 2 ლეპტა კი არ დადო, მთელი თავისი ქონება დადო. მას მეტი არაფერი არ ქონდა. ეს იყო ყველაფერი რაც მას ქონდა. და ადგა და მთელი ქონება დადო, ანუ 100% შეწირა. ამიტომ იყო მის დიდი. იმიტომ რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს, ღმერთმა ყველაფერი იცის. გასაგებია? ასევე, იცით, ანანია და საფირაზე რო დავბრუნდეთ, იქ უამრავი დებდა ფულს, მაგრამ არავის სახელი არ ჩანს სხვისი. ქვრივის სახელი ჩანს. ქვრივის საქმეებზე ლაპარაკობს მთელი ეკლესიები მის მერე მოყოლებული. იმიტომ რომ მან განსაკუთრებული რაღაც გააკეთა. ანანიას და საფირასაც შეეძლო ამდღარი იყვნენ და მოეტანათ თანხა და ეთქვათ, რომ აი სახლი გავყიდეთ და აი ეს თანხა მოვიტანეთ. მათზე არავის არაფერი არ ეცოდინებოდა, იმიტომ რომ ასე იქცეოდა მთელი ეკლესია, მაგრამ მათ გადაწყვიტეს რაღაც ექსტრაორდინალური გაეკეთებიათ. მოვიდნენ და თქვეს, ჩვენ გავყიდეთ სახლი და მთელი თანხა მოვიტანეთ. თუმცა ეს ასე არ იყო. თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო. აღივსო პეტრეს სულიწმინდით
მერწმუნეთ მეგობრებო, ეს რო თანამედროვე ეკლესიაში მომხდარიყო, სადაც ბევრი ტყუილი გადის და იყლაპება და იჭმება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სულიწმინდას კი არა თვალებს უსმენს ხშირად. იცი შეიძლება ასეთი ადამიანები ძალიან პოპულარულები გამხდარიყვნენ, იმიტომ რომ ეს არ იყო მცირე თანხა, დიდი თანხა იყო. მაგრამ პეტრე აღივსო სულიწმინდით და უთხრა, რატო ჩაგიდოთ ეს გულში სატანა? ვინ მოგთხოვათ, გაყიდვის შენაძენი თქვენი არ იყო და გასაყიდიც თქვენი არ იყო? რატომ ჩაიდეთ ეს ბოროტი საქმე გულში? მაგრამ იცოდეთ ერთი რაღაცა, თქვენ ეცრუეთ არა ადამიანს, თქვენ ეცრუეთ ღმერთს. ამიტომ ეხლა მოკვდებით, იქვე დაეცა და მოკვდა. ხო იცით ეს ამბავი? კიდე ერთხელ ვამბობ, მოტივი, მათი საქმე, რასაც ისინი აკეთებდნენ ყოველდღიურობაში, თურმე ძალიან ცუდი მოტივებით იყო. არა იმიტომ რომ ღმერთის სახელი განდიდდეს. მე მინახე ადამიანები. ვინ დამინახარო? იცით ასეთ ადამიანს რა უთხარით, როცა შეხვდებით ასეთს? შეხვდებით. მიდით ყურთან და უთხარით, მოტივი. თუ იმისთვის აკეთებდი, ის ყველაფერს ხედავს. ამენ? თუ იმისთვის აკეთებდი, ის ყველაფერს ხედავს. თუ ჩემთვის აკეთებდი, ბაი. კარგად იყავი. მაშინ შენი საქმე დაიწყება. გასაგებია? იმიტომ რომ თუ მე აქ როცა ვაკეთებ, ან სადმე როცა ვაკეთებ, ღმერთისთვის ხედავ, ისა ვაკეთებ, ღმერთი ყველაფერს ხედავს. მეთანხმებით? ერთხელ თურმე ერთი მისიონერი 18 წელი იყო მისიაზე. დატოვა ყველაფერი, დატოვა სამშობლო, დატოვა სახლი, დატოვა საქმე, დატოვა ახლობლები, ნათესავები, ყველა წავიდა და 18 წლის განმავლობაში მისიაზე იყო, ერთხელაც არ დაბრუნებულა უკან. ბევრი იტანჯა, ბევრი იწვალა, რა ვიცი და 18 წლის მერე პირველად მოხდა ისე რომ ბრუნდება სახლში და მოდის გემით. ეს კაცი თურმე. ბრუნდება გემით უკან. და გემი რომ მიუახლოვდა პორტს, დაინახა რომ უამრავი ხალხი, შეკრებილი, ტრანსპარანტები, დროშებით, მუსიკა უკრავს, ორკესტრია მოყვანილი და ჩუ უყურებს გაგიჟდა კაცი თურმე, დადგამუხლებს ღმერთო, რა საჭირო იყო ესეთი დახვედრაო. მე ხო უბრალო მისიონერი ვარ და მეტი არაფერიო. შევიდა გემი პორტში, თურმე ესენი ვიღაც ცნობილ ბიზნესმენს ხვდებოდნენ. ეს კაცი ჩამოვიდა გემიდან, ერთი ადამიანიც კი არ იყო იქ ისეთი, ვინც ისა მივიდოდა მხარზე ხელს დაარტყავდა და ეტყოდა, რომ კარგი არ სახში დაბრუნდიო. ჩემოდნის წამღებიც კი არავინ არ იყო. არავინ არ დახვდა პორტში თურმე ამ კაცს. ჩამოვიდა დაჯდა ჩემოდანზე დაიწყო ტირილი. ღმერთო, ამდენი ვიშრომე. ამდენი წელი მისიაზე ვარ. ნუ თუ ერთი ადამიანი შეუძლებელი იყო, რომ ერთი ადამიანი მოსულიყო. უბრალოდ ჩამხუტებოდა და ეთქვა, რომ ჩვენ გვიხარია, რომ სახში დაბრუნდი. და როცა ესე ტირის თურმე შეეხო სულიწმინდა და ღმერთმა უთხრა, ჯერ ისევ მისიაზე ხარო. ჯერ ისევ მისიაზე ხარ. დახვედრა ნახე, როცა სახში დაბრუნდები. დახვედრა იქ ნახე. მეგობრო, ერთი რამე ვიცოდეთ, მოტივი, თუ ღმერთისთვის ვაკეთებ, ღმერთი ყველაფერს ხედავს. ყველა ჩვენი ნაკეთები არ არის ღმერთი დაუნახავი, რომ ვერ დაინახოს ჩვენი სიკეთე. ღმერთი ყველაფერს ხედავს, ღმერთმა ყველაფერი იცის და თავის დროზე მოვიმკითხიდეც. იმიტომ რომ წმინდა ერთხელ ჩვენს უფალთან მივიდნენ და უთხრეს, რომ აი ჩვენ დავტოვეთ სახლები, დავტოვეთ ყველაფერი, რა გვექნება ჩვენო? პეტრემ უთხრა, გახსოვთ? რა უთხრა უფალმა? არავინ არის ისეთი. ან ჩემი, ან სახარების გულისთვის დატოვო სახლი, კარი, მიწა და აქვე არ მიიღო სასმაკად, იქ კი საუკუნო სიცოცხლე. ეს პრინციპია, ჩემო მეგობრებო, ეს პრინციპია. ასე რომ მეორე ცეცხლი, რითაც შეიძლება ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენი საქმეები გამოიცადოს, ეს არის მოტივი. რა მოტივით არის ნაკეთები? რა მოტივით? ვინ დამინახარო? დროშა არ ახარო, რომ ხელში აგიტაცო. ჩვენ ღმერთის მსახურები ვართ. ღმერთის მსახურები. და სხვათა შორის ერთი საიდუმლო აბა ნახეთ. თუ ნახავთ ახალ აღთქმაში ადგილს, სადაც ჩანს, რომ ღმერთი ვინმეს მადლობას უხდის. რატო არ უხდის ღმერთი მადლობას? რატო? იმიტომ რომ ჩვენ მისი ქმნილებები ვართ.
თუ რამე სიკეთი არის ჩვენში ესეც მისგან არის და ღმერთი თავის თავს არ უხდის მადლობას. ყველაფერი მისგან, მის მიერ და მის მიმართ უნდა იყოს. დიდება უფალს. ასე რომ მეორე ცეცხლი, რითა ჩვენი ნაშენები გამოიცდება, ეს არის მოტივი. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. მეგობრებო, მე არ მინდა ამ თემას ძალიან შევეხო, ერთ საქმეზე უნდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. იცი, როცა პასტორი ალექსეი ლიძიაევი ლაპარაკობდა, ერთ რაღაცაზე გამიმახვილა ღმერთმა ყურადღება. მე მადლობას ვუხდი ღმერთს იმ ბოლო დროს მიმდინარე პროცესებისთვის, რაც ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ეკლესიაში, ჩვენ შიგნით ხდება. კარგია რომ ამაზე გვამახვილებდა ღმერთი ყურადღებას. კარგია რომ ეს ავიღეთ, კარგია რომ ამას ჩავეჭიდეთ, იმიტომ რომ რასაც პასტორი ალექსეი ლიძიაევი ლაპარაკობდა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ცათა სამეფოს სახარება, გამოღვიძების სახარების ნაცვლად. ეს მართლა სერიოზული რაღაცაა. იცი მე არ ვამბობ რომ ის სახარება ცუდი არის და ეს არ ჩვენ ისიც გვჭირდება. არის ადგილები, სადაც ჯერ გამოღვიძება არის საჭირო, მაგრამ უკვე გამოღვიძებულ, უკვე გადარჩენილ, უკვე შემოკრებილ, უკვე დაფუძნებულ ეკლესიას გამოღვიძების სახარება არაფერს აღარ მოუტანს. გასაგებია? ეხლა არის საჭირო რომ მისი ძის ხატების მსგავსებაში გარდავისახოთ, ღმერთის მოსმენა დავიწყოთ, იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს რომ იოანე ნათლისმცემლის დღიდან დღემდე ცათა სამეფო ძალით იღება და ძალის მხმეველნი მიიღებენ მას. ძალის მხმეველნი დაიმკვიდრებენ მას, ის ვინ ძალის ხმევას იჩენს. ძველი თარგმანი ამბობს მოძალადენი ღმერთი ვერ აკურთხებს მოძალადეებს. აქ მოძალადეებზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ არის ლაპარაკი ძალის მხმეველებზე, ის ვინც იხარჯებიან, ის ვინც მადლით კი არა, იხარჯებიან, ხარჯავენ. იმიტომ რომ სხვათა შორის ერთი რამე იცოდეთ, რომ ვაკეთებ, ესეც ღმერთის მადლი არის. რაღაცა რომ შემიძლია, ესეც ღმერთის მადლი არის. რაღაცა რომ გამოგვდის, ესეც ღმერთის მადლი არის. მაგრამ ეს არის მადლი ჩემგან გააქტიურებული. ჩემი უსაქმურობის მადლი კი არა, მადლი ჩემგან გააქტიურებული. ისრაელი როგორც ლოცულობდა, ღმერთო, როდემდე არ გვიპასუხებ, ღმერთო, ვიტანჯებით ეგვიპტეში, ღმერთო. და ღმერთი ამბობს, გავიგონე ჩემი ერისკვნესა, გავიგონე ჩემი ერისკვნესა და გაგზავნა მოსე. და ეუნება წამოთ, გამოყვენ მოსეს მადლით, რა კარგია, დიდება უფალს. და უდაბნოში რო შევიდნენ, ეს არის მადლი? ეს არის მადლი? ღმერთო, თუ ჩვენი დახოცვა გინდოდა, იქ დაგვეხოცეთ. რაზე წამოგვიყვანე ეგვიპტიდან, ნიორი გქონდა იქ. ნიორი იზრდებოდა იქ. ქვაბში საჭმელი გქონდა, აქ არც ერთი გვაქვს და არც მეორე. ეს არის მადლი. იცი, ბევრი ცნუნდა ამით. ხო გახსოვთ? კორახი, მისი ძეები. და ღმერთმა გვითხრა, გაჩნდა საშუალება. გინდათ აიღოთ? გინდათ აღთქმული მიწა? გვინდა. ფასია გადასახდელი. რა? ფასიც უნდა გადავიხადო? ღმერთმა თქვა, რომ ღმერთმა გინდა აიღო, გინდათ აღთქმული მიწა, გვინდა. შედით. გოლიათები არიან იქ და შენ ბრძოლაც არ გინდა, აღთქმული მიწაც გინდა. ასეთი რამე არ არსებობს. უფასო ყველი მარტო სათაგურშია. ზუსტად ესეა. ერთი პიროვნება, ეს არის მსუბუქი ტვირთი? ეს არის მსუბუქი უღელი და სასიამოვნო ტვირთი. იმიტომ რომ პასუხისმგებლობის ქვეშ მოხვდით. მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ ყველა დიდი სიკეთე ბრძოლის მიღმა არის. მადლობა ღმერთს იესონავესა და ხალებისთვის, მათ თქვეს, ჩვენი ღმერთი უფრო დიდია. ჩვენი ღმერთი უფრო დიდია. და შევალთ კიდეც, ავიღებთ კიდეც, გავიმარჯვებთ კიდეც, დავიმკვიდრებთ კიდეც. მე არ მინდა ერთი მუხლი გამომრჩეს და შემდეგ მსახურებაზე აუცილებლად გავაგრძელებ ამას. დღეს უბრალოდ დრო აღარ გყოფნის. ეს მუხლი დაიმახსოვრეთ. მეორე ნეშტას 26-ე თავი. მეორე ნეშტას 26-ე თავი მოგვითხრობს ყუზაზე, ისრაელის მეფეზე. სხვანაირად მას
ყაზარიასაც ეძახიან. ორი სახელით არის ცნობილი, ხუზა და ყაზარია. ეს იყო კაცი, რომელიც ძალიან დიდი ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდა თავის დასაწყისში, რომელიც ღმერთს უსმენდა, რომელიც ღმერთის გზებით დადიოდა, რომელიც ცდილობდა აჩეხა აშერები და ანგრია რაღაცეები და ღმერთმა იმდენად აკურთხა მორჩილებისა და მოსმენის გამო, რომ ეს პატარა ქვეყანა და ეს პატარა სამეფო ყველას აშენებდა ირგვლივ. გონებები მისცა ღმერთმა, რაღაც მანქანები გამოიგონეს, რაღაც კატაპულტები გამოიგონეს, რაღაც და ყველას აშენებდნენ. და ამ თავის წარმატებაში, ასე წერია, მე-16 მუხლი არის განსაკუთრებული. მოდი წავიკითხოთ. მეორე ნეშტას 26-ის 16. მინდა წაგიკითხოთ და გაგაფრთხილოთ. მე-26 თავი, მე-16 მუხლი. და როცა გაძლიერდა, დავკვირდით? და როცა გაძლიერდა, გაუამაყდა გული თავის დასაღუპავად. უღალა და უფალს თავის ღმერთს და სამსხვერპლოზე საკმევად შევიდა უფლის ტაძარში. ეს მეფე იყო. ის არ იყო მღვდელი. ის მეფე იყო. მაგრამ იმდენად, რამდენადაც გამოცდილებები დაუგროვდა, ჩათვალა, რომ მღვდლების საქმეშიდაც შეეძლო ჩარევა. და გადაწყვიტა ისინიც კი გაეკონტროლებია, გადაწყვიტა ყველა და ყველაფერი გაეკონტროლებია. ყაზარიამ მოიგო ბრძოლები, ყაზარიამ მოიგო ომები, ყაზარიამ გამოიგონა რაღაცეები, ყაზარიამ დააყენა ეს მანქანები, ყაზარია აკეთებდა ბევრ ამას და მოვიდა ვიღაც წინასწარმეტყველი და ტვინს უბურღავს ყაზარიას. ეგრე კი არა, უფლისა გეშინოდეს, მის მცნებები დაიცავი. მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო? შენ უნდა მასწავლო, მე რა უნდა გავაკეთო? მე ამდენი წარმატება მომცა ღმერთმა და შენ უნდა მასწავლო, გაიწიე გვერდზე, მე უნდა ვაკმიო ეხლა. და ეს იცი რით დამთავრდა? ვინც იცით ამ კაცის ისტორია? თუ არა და 26 თავი კარგად წაიკითხეთ. სიკვდილამდე კეთროვანი იყო. 14 წელი დაახლოებით მართავდა სახელმწიფოს ცალკე კოშკში. კოშკი აუშენეს ცალკე. იმიტომ რომ კეთროვანი იყო, სხვასთან შეხება არ შეეძლო. აქედან ერთი გამოცხადება. ლიძევი რო ლაპარაკობდა თეზისებით. როცა მეფეები გადაწყვიტავენ მღვდლები გახდნენ, კეთრით მთავრდება ეს. კეთრით. იმიტომ რომ ღმერთს ყავს დადგენილი ადამიანები. სულიერ სამყაროში. გახსოვთ პეტრეს გამოცხადება ფერისვალების მთაზე. რა კარგია აქ ყოფნა? ლიძიევი რო ამბობდა, პეტროვიჩ გაჩუმდიო. გაჩუმდი პეტრე. ვერავინ ვერ გააჩუმა. მაინც იყვირა. რა კარგია აქ ყოფნა? სხვათა შორის თუ წაიკითხავთ კონტექსტს, ძალიან მაგარი რაღაცა არის იქ. მანამდე არაფერი არ ისმის ზეციდან. მარტო მოსე გამოჩნდა და ელია გამოჩნდა. სხვა არაფერი ზეციდან არაფერი არ ხდება. და აქ გამოეღვიძა პეტრეს. ორ წუთს ავიღებ. გამოეღვიძა პეტრეს. რა კარგია აქ ყოფნა? მიუბრუნდა იესოს. ხო უნდა თქვას? გავაკეთოთ სამი კარავი. კი არ ეკითხება გავაკეთოთ თუ არაო, გადაწყვეტილს ეუბნება უკვე. ამაზე კარგი რა. მიასე გავაკეთოთ სამი კარავი, всё. ერთი შენ, ერთი მოსეს, ერთი ელიას. და ამ დროს დაფარა ღრუბელმა მთა და ისმის ხმა ზეციდან. ეს არის ჩემი საყვარელი ძე. მას უსმინე და ძახილის ნიშანია დასმული. იცით რატომ? პეტრეს ეუბნება, პეტრე მოკეტე. და ისმინე. შენ არ უნდა ილაპარაკო აქ. აქ შენი სალაპარაკო არ არის. შენ არ უნდა უკარნახო აქ. კი, ვიცი რომ გიკეთებია რაღაცა, ვიცი რომ კარგი მეთევზე ხარ, ვიცი რომ ფული შოვნა შეგიძლია, ვიცი რაღაცეები. მაგრამ აქ კი არ უნდა ილაპარაკო, აქ უნდა ისმინო პეტრე. იცით, აი აქ მე მიკეთია მოწყობილობა, რომელსაც ველაპარაკები. და ეს მოწყობილობა ამ ხმას უშვებს. მაგრამ იქ რო ვილაპარაკო, აქედან ხმა არ გამოვა.
ეს აურევს ყველაფერს. და ზუსტად ეს დაემართა ყაზარიას. მან გადაწყვიტა მღვდელი რა საჭიროა, მანქანები თუ გამოვიგონე, საკმე ველს ვეღარ გავაბოლებ. რა უნდა ამის გაკეთებას? შენ უნდა მასწავლო, მე რა უნდა გავაკეთო? მეგობრებო, ამას შემთხვევით არ ვიძახი. ქრისტემ უთხრა თავის ირგვლივ მყოფ ხალხს ეუნება. ბევრი რამ აქვს თქვენთვის სათქმელივ, მაგრამ ვერ გეტყვით თუ ეუნება. იმიტომ რომ გითხრათ ვერ გაიგებთ. უკუღმა გაიგებთ და განაწყენდებით და შეიძლება ქვისროლა დაიწყოთ, ამიტომ რატო უნდა გითხრათ, არ გეტყვით. იცი როდის გეტყვი? როცა მზად იქნები. როცა ხელებს აღაპყრობ დაიტყვი ღმერთო, შენი სიტყვა ჩემთვის ყველაფერია. როგორც მეტყვი ღმერთო. იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი. იცი დღეს პრობლემა რა არის? ბიბლია ისევე შემიძლია წავიკითხო, როგორც შენ კითხულობ. ამიტომ შენ რომ მეტყვი ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მე რო გავიგე ის არის ყველაფერი. მაგრამ ერთხელ ქრისტესთან მოვიდნენ და უთხრეს, როგორ ვაკეთოთ საქმენი უფლისა. ქრისტემ რა უთხრა? პუნქტი პირველი, პუნქტი მეორე, პუნქტი მესამე, ესე უთხრა? ქრისტემ თქვა, თუ გინდა ღმერთის საქმეები აკეთოთ, უნდა ირწმუნოთ იმისიო, ვინც ღმერთმა წარმოგზავნა. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ამაზე აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენ, აუცილებლად ვილაპარაკებთ ამას. არის საფრთხე ჩვენ ცხოვრებაში ეშმაკი დებს, უხილავ მახეებს. და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ამ მახეებში ებმება. ეშმაკი არ არის სულერი, რომ აშკარად ტყუილები ილაპარაკოს. რატომ? აშკარად ტყუილს ყველა ხედავს, მაგრამ ის ლაპარაკობს სიმართლეს, თითქმის სიმართლეს. სადაც ძალიან ძნელია გაარჩიო სინამდვილისგან. იქ შეიძლება იყოს 99%, 90 მეტიც სიმართლე და ის ძალიან მცირე ტყუილი და ზუსტად ის ძალიან მცირე ტყუილი არის დამღუპველი. მე გთხოვთ, მოდი ყურადღებით ვიყოთ. მოდი ნუ გავერთობით ქადაგების მოსმენით. მოდი დავბრუნდეთ რეალობაში და ვიკაპიცოთ ხელები და შეუდგეთ საქმეს. იმიტომ რომ ცათა სამეფო ძალით იღება და ძალის ხმეველი მიიღებენ მას.